პროტესტის და მანიფესტაციის უფლება ჩვენ გვაქვს მონიჭებული კანონის საფუძველზე. რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც რაღაცას არ ვეთანხმებით, გვაქვს სრული უფლება, რომ გამოვიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ამ დროს ჩვენს წინააღმდეგ და მოქალაქეების წინააღმდეგ ზოგადად გამოყენება სხვადასხვა მომწონელი ნივთიერებების ან თუნდაც საწინააღმდეგო საშუალებების, რომლებიც არის საერთოდ არარელევანტური რაოდენობის იმ ყველაფრის შესაბამისად, რაც ზოგადად ქუჩაში ხდება, არის ჯერ ხო კანონსაწინააღმდეგო და მაგას გარდა ძალიან ამორალური, ესე ვიტყოდი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნიშნავს, რომ იმ შენს ფუნდამენტურ უფლებას ფაქტობრივად გიზღუდავენ. რაც შეეხება იმ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც წინა წელს გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ და მე პირადად ვიყავი ჩართული აქ აქციებზე, როგორც რიგითი მოქალაქე და როგორც ასევე პირველადი დახმარებისთვის ექიმი, ეს არის საერთოდ წარმოუდგენელი, რასაც ვერაფრით ვერ დაუშვებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გქონდა ძალიან ბევრი ესეთი მძაფრი სიმპტომი, რომ ვერაფრით ვერ დაუშვებდით, რომ შესაძლებელია მსგავსად ტოქსიკური ნივთიერება შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს გამოეყენებინა. და თვითონ ესეთი ნივთიერებების გამოყენება იმიტოა საშიში, თან ისეთი რაოდენობით, რომელიც არ კონტროლდება, რომ არავინ არ იცის გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს, რომელ სისტემებს შეიძლება დაარტყას და შესაბამისად, როდესაც არ გაქვს მონაცემი ექიმს, ძალიან რთულია რამდენიმე წლის შემდეგ თქვათ წინასწარმეტყველო, ან უბრალოდ პროგნოზი გააკეთო იმის თუ რა დაზიანებები და შეიძლება მივიდეს, ან ის რაც სახეზე არის ამ წუთას დაზიანება, რითი იყო გამოწვეული და შესაბამისად ვერ იარაღი გეცლება ხელიდან, რომ სწორად მართო მოცემული სიტუაცია. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლები ძალიან ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ ამაზე და უნდა იყვნენ ჩართული. ჯერ კიდევ მაშინაც მე მახსოვს, მაშინ იყო პეტიცია გავრცელებული და ვინც მოვაწერეთ ხელი, რომ ვითხოვდით იმ ნივთიერებების იდენტიფიკაციას და სიის ცოდნას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ეხება, მარტო იმ კონკრეტულ მომენტზე არ არის საუბარი, ეს ეხება ზოგადად ხანგრძლივად ადამიანების ჯანმრთელობას. და შესაბამისად, ექიმებისთვის ძალიან მე მგონია, რომ უმარტივესია მსგავსი პოზიციის დაფიქსირება და ამ პოზიციაზე ყოფნა, იმიტომ რომ ეგ არის ის, რასაც ემსახურები შენი პროფესიით და ეგ არის ის, რაც დაიფიცე, რომ ადამიანების ჯანმრთელობას მოემსახურებოდი და შესაბამისად უბრალოდ ვერ ხვდები, რატომ შეიძლება ექიმები იკავებდნენ თავს ამ პოზიციის დაფიქსირებიდან და რატო შეიძლება იყოს ეს რთული. ან საერთოდ როგორ შეიძლება იმ მოცემულობის საფუძველზე, რაც შარშან, რასაც ჩვენ ვუყურებდით, თუ კი ვინმე აქ იყო განსაკუთრებით ძალიან მარტივი იყო ამის თანახმად, დღეს თქვა, რომ არანაირი მომწონელი ნივთიერება არ იყო გამოყენებული. როგორ შეიძლება ამის თქმა იმ ყველაფრის ფონზე, რასაც მართლა ვუყურებდით იმ დღეებში. იმას თავი დავანებოთ 500-მდე მოქალაქე ჟურნალისტი, მსახიობი თუ არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები ფიზიკურად როგორ დააზიანეს და მათი სიცოცხლე მართლა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.